ძვირფასო თანამემამულეებო მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად ვისაუბრებთ ისრაელსა და ლიბანს შორის პრაქტიკულად მიმდინარე უკვე საომარ მოქმედებებზე. კერძოდ, ისრაელი მნიშვნელოვან დარტყმებს ახორციელებს ლიბანის მიმართულებით, სადაც ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლაჰი საკმაოდ აქტიურად აგრძელებს შეიარაღებას და მომზადებას ფართო ომისთვის. გუშინ ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილეთ ზოგადად რეგიონში არსებული ვითარება და ვთქვით, რომ ომის წინას ვდგავართ, დიდი ალბათობით ირანის ირგვლივ და ირანში დაპირისპირება პრაქტიკულად გარდაუვალი ჩანს და შესაძლოა უახლოესი დღეების განმავლობაში იყოს უკვე პირველი გარკვეული სამხედრო მოქმედებები. ამ კონტექსტში ლიბანის მიმართულება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ისრაელის საზღვართან წარმოადგენს კიდევ ერთ საომარ მკერას. პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურებული არის ისრაელის შეიარაღებული ძალები ცაჰალი, რომელიც აქტიურად მოქმედებს სწორედ ლიბანის მიმართულებით მდინარე ლიტანის სამხრეთ ნაწილში და სამხრეთში მდებარე პრაქტიკულად ყველა ობიექტის მიმართულებით ჰეზბოლაჰის, სადაც საკმაოდ ბევრი ისევე როგორც შეიარაღების ასე ვთქვათ, საწყობები ამავდროულად დაბომბილია მნიშვნელოვანი თუნელები და სხვა მსგავსი საინჟინრო შესაძლებლობა, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ გამაგრებული იყოს იმ კონკრეტულ რეგიონში ჰეზბოლაჰი. შეგახსენებთ, რომ ჰეზბოლაჰი არის შიიტური ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც პრინციპში ითარგმნება როგორც ღმერთის პარტია, მისი სახელწოდება, რომელიც ირანის მიერ არის მართული და ირანის პროქსი ძალას წარმოადგენს. თუმცა ძალიან საინტერესოა და ჩვენ თქვენთან ერთად ახლა ვისაუბრებთ, როგორია თურქეთის როლი, რომელსაც ჩვენ ასევე ხედავთ ლიბანის მიმართულებით და თუ ადრე ძირითადად ლიბანში სწორედ ირანი აქტიურობდა, სირიაში ხელისუფლების ცვლილების და პროთურქული აჰმედ ალ-შარაას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თურქეთის გავლენა ასევე იზრდება ლიბანში. ამ საკითხებზე, კონკრეტულად სამხედრო მოქმედებებზე, შესაძლო სცენარებზე და მათ შორის გეოპოლიტიკურ გავლენაზე, რადგანაც საუბარია რამდენიმე მიმართულებაზე ერთდროულად, კერძოდ ლიბანი საკმაოდ შეწუხებულია ისრაელ, კვიპროსის და საბერძნეთის ამ შეთანხმებით, სამმხრივით, თუმცა ამავდროულად ლიბანს ვალდებულებები აქვს განაიარაღოს ჰეზბოლაჰი, აი ამ ყველა საკითხზე ახლა თქვენთან ერთად ვისაუბრებთ. პირველ რიგში, სანამ გადავალთ უშუალოდ ანალიზზე, გთხოვთ აუცილებლად დაალაიქოთ, მოიწონოთ ეს ანალიზი, ამით თქვენ ხარს უჭერთ ჩემს საქმიანობას და შესაბამისად ახალი ასეთი ანალიზის მომზადებასაც. დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ შეტყობინებები და შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ არხს აღწერაში მოცემული საშუალებების მეშვეობით. დიდი მადლობა. გადავედით უშუალოდ თემის ანალიზზე. უნდა ვთქვათ, რომ აქტიური მოქმედებები პრინციპში დაიწყო სწორედ დეკემბრის ბოლოდან, მანამდე ისრაელი სრულად იცავდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ერთი წელი პრაქტიკულად მოქმედებდა, მაგრამ გულისხმობდა კონკრეტულად 2025 წლის ბოლომდე ჰეზბოლაჰის განიარაღებას. ჰეზბოლაჰის განიარაღება ფაქტობრივად არ მოხდა. და ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს არ მოხდა, რადგანაც ირანი ამის თანხმობას არ იძლევა. ამის შესახებ პირდაპირ განცხადებას აკეთებს სწორედ თავად ლიბანის ხელისუფლება. კერძოდ ლიბანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მას არ შეუძლია განიარაღება ერთი მხრივ ჰეზბოლაჰის, რადგან ამას სჭირდება ირანის თანხმობა, ხოლო აქვე შეგატყობინებთ, რომ ირანის ხელისუფლებამ, ანუ აიათოლა ხომეინეიმ გასცა ფეტვა, ანუ ასეთი ბრძანება დაახლოებით რელიგიური შინაარსის, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჰეზბოლაჰი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდეს ან განიარაღდეს და უნდა გააგრძელონ ბრძოლა ისრაელის წინააღმდეგ. და ამის ფონზე ერთი მხრივ ლიბანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჰეზბოლაჰის განიარაღების საკითხი ვერ წყდება, რადგანაც ირანი არის წინააღმდეგი და თავად ლიბანის ჯარი არ არის საკმარისად ძლიერი, რომ შეძლოს ჰეზბოლაჰის განიარაღება, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან საინტერესო რამეს აცხადებს, რომ ჰეზბოლაჰი არის განიარაღებულიო.
ანუ ლიტანის მდინარის სამხრეთითო. ნუ ეს რატო ამბობს ამას? პრინციპში ყველას ეს მიწევს, ეს არის სიცრუე, მაგრამ რატომ ტყუის? თან ისე ტყუის, რომ არც ცდილობს დაფაროს, რომ ტყუის. იმიტომ რომ ლიბანის ხელისუფლებას არ შეუძლია აღიარება, რომ მას არ აქვს ძალა ტერორისტული დაჯგუფება საკუთარ ტერიტორიაზე განიარაღოს. და შესაბამისად უწევს იმის თქმა, რომ ჩვენო ეგ გავაკეთეთ და ჩვენი ვალდებულებები შევასრულეთ. თუმცა ფაქტია, რომ საერთოდ არ არის მასე და თავადაც სხვა საუბრებში შიდა უფრო აცხადებენ, რომ ირანის ნებაზე არის ეს საკითხი დამოკიდებული. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ისრაელი ახლა აქტიურად განსაკუთრებით გუშინ დაიწყეს ბომბავს მნიშვნელოვან მარაგებს, სადაც დიდი ალბათობით არის ბალისტიკური რაკეტები. ანუ ლიბანის კონკრეტული ბალისტიკური რაკეტები. ეს ბალისტიკური რაკეტები წარმოადგენს უზარმაზარ საფრთხეს ისრაელისთვის რა კონტექსტში ოღონდ. იმ კონტექსტში თუ დაიწყება ომი ირანთან. თუ ირანი გამოიყენებს საკუთარ ბალისტიკურ რაკეტებს ისრაელის წინააღმდეგ, ლიბანიდან წამოსული ასევე რაკეტები, აი ეს ბალისტიკური რაკეტები ან დრონები მათ შორის, იქნება სერიოზული ტვირთი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. და მაშასადამე ეს გამოიწვევს იმას, რომ შეიძლება როგორც 2025 წლის ივნისის 12 დღიანი ომის დროს გარკვეულწილად მოხდეს ასე ვთქვათ გადაწვირთვა საჰაერო თავდაცვის ისრაელის და ამის შედეგად ზოგი ეს ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდეს ისრაელში და შექმნა შესაბამისი ზიანი კინეტიკური. აქედან გამომდინარე უნდა ვთქვათ, რომ ლიბანის საკითხის, ლიბანიდან მომდინარე საფრთხის მოგვარება არის საკვანძო, როდესაც საუბრობთ ჩვენ ირანთან დიდი ომის, ესე იგი, პროგნოზ და საკითხებს. და ამ კონტექსტში უნდა კონკრეტულად ვთქვათ, რომ ირანთან აი ეს საომარი მოქმედებები და ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ ამაზე და აქ ბმულიც იქნება ახლა. საკმაოდ მოსალოდნელია და ამის ფონზე ისრაელს ემუქრება რამდენიმე ფრონტზე, ისედაც 7 ფრონტზე ომობს ხოლმე ისრაელი და აი დაახლოებით 7 ფრონტზე ისევ ომი, სავარაუდოდ ღაზადან ნაკლები, თუმცა იქაც არის პრობლემები. დასავლეთ სანაპირო ხო ბუდმივი ფრონტია, ოღონდ ცოტა სხვა შინაარსის. ანუ ან იუდეა და სამარია როგორც ამ ტერიტორიას ასევე უწოდებენ. ჩრდილოეთ ფრონტი, რა თქმა უნდა, საკმაოდ სერიოზული ფრონტია ჰეზბოლაჰის მიმართულებით, რასაც გულისხმობ. ახლა უკვე ჰოლანდიის მაღლობლები კიდევ ერთი პრობლემა არის პრინციპში აჰმედ ალ-შარას ხელისუფლების პირობებში, რომელმაც ქურთების საკითხი მოაგვარა და ამაზე ჩვენ თქვენ პრაქტიკულად მდგომარეობა გრძელდება, ჩვენ ჯერ არ ბოლომდე ვთვლით, რომ მოგვარებულია, ამაზე გვექნება განახლება, მაგრამ ჯერ დღის წესრიგში არ არის. საომარი მოქმედებები ამ მომენტისთვის არის გარკვეულ პაუზაზე, ცეცხლის შეწყვეტა არის დროებითი ყობანეს და კერძოდ ალ-ჰასაკას მიმართულებით დგას ჯარი. და დრუზების საკითხი. საკმაოდ აქტუალური, ჩვენ თქვენთან ერთად ეს საკითხიც ბოლო დღეების განმავლობაში განვიხილეთ, ანუ ნელ-ნელა შარა და თურქეთი დაიწყებენ დრუზების საკითხის მოგვარებას და დრუზების საკითხის მოგვარება პრინციპში პირდაპირ ნიშნავს ასევე უკვე ჰოლანდიის მაღლობლების მიმართულებით შარაას ჯარის გაძლიერებას. და რა თქმა უნდა, იემენიდან ჰუსიტების ფრონტი, ანსარ ალაჰ ტერორისტული ორგანიზაცია აგრძელებს იქ საქმიანობას, ასევე ირანული დაჯგუფება არის და წარმოადგენს დიდ საფრთხეს. შესაბამისად, ისრაელისთვის ახლა უპირობო პრიორიტეტი არის იმის ფონზე, რომ დეკემბრის ბოლომდე განიარაღება, როგორც ეს იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული, არ მოხდა ჰეზბოლაჰის. ისრაელს აქვს სრული უფლება და ლეგიტიმაცია, რომ განახორციელოს ეს დარტყმები და ამით მოხდეს გარკვეული საფრთხის მოხსნა. ამავე კონტექსტში უნდა ვთქვა, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მდგენელი არის, რადგანაც თავად ლიბანიდან ჰეზბოლაჰი აცხადებს, რომ ისრაელმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, როგორც უკვე აღვნიშნე, ცეცხლის შეწყვეტა ითვალისწინებდა ჰეზბოლაჰის განიარაღებას. ეს ვერ მოხერხდა. ამ მომენტისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ დარტყმები ძირითადად მიმდინარეობს სამხედრო ბაზა რადვანის მიმართულებით. ასევე
რომელიცაც იყენებენ ხოლმე ტერაქტების მომზადების მიზნით. გუშინ ძალიან საინტერესოა, რომ საზღვარზე ისრაელმა გამოიყენა აკუსტიკური იარაღი, ჩამოაგდო ისეთი ჭურვები დრონებიდან, რამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, რამაც გამოიწვია უზარმაზარი ხმაური ადგილზე და ეს გარკვეულწილად შეიძლება გაფრთხილების ან მომზადების ასეთი ნაბიჯიც იყოს. ოდნავ უფრო ადრე, რამდენიმე დღის წინ ისრაელმა ასევე მოკლა ერთ-ერთ ობიექტზე ინჟინერი ჯავად ბასმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მუჰამად ალ-ჰუსეინისთან ერთად, ესე იგი, კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოქმედ პირთან ერთად ჰეზბოლაჰის მონაწილეობდა აი ამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გამართვაში. მან პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სისტემური თავდასხმები არის ისრაელის მიერ და ამას რეალურად ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი, რომელიც არ არის, ასე ვთქვათ, ჰეზბოლაჰის მოკავშირე ნამდვილად, მაგრამ ვერც ჰეზბოლაჰის საკითხს აგვარებს, თვლის, რომ ეს არის აგრესია ისრაელის მხრიდან. რატომ თვლის ასე? ნუ იმიტომ მარტივად, რომ მისი ქვეყანა პროისრაელული ქვეყანა ნამდვილად არ ჩანს და არც მისი ძალაუფლება, რომ აუნი ასე ვთქვათ, აბალანსებს სუნიტურ და შიიტურ გავლენებს ლიბანში და ცდილობს ამას, შესაბამისად არც არავისთვის არის ისრაელი იქ მაინც და მაინც მოკავშირე, მოდით გულწრფელად და პირდაპირ ვთქვათ. ამიტომ აუნის განცხადება არის ლოგიკური. თუმცა იგივე ჯოზეფ აუნს ძალიან კარგად ესმის, რომ ისრაელის ბრჭყალებში აგრესია გამოწვეულია მისი უუნარობით თავად გადაწყვიტოს ჰეზბოლაჰის საკითხი, რამაც თვითონვე აღიარებაც გააკეთა. გარდა ამისა, შეგვიძლია ასევე მნიშვნელოვნად შევეხოთ ზოგადად მოკლედ ისტორიულ პერსპექტივას, რას უკავშირდება ეს ჰეზბოლაჰი. 1982 წელს ჩამოყალიბდა ეს შიიტური ტერორისტული დაჯგუფება და მათი მიზანი არის ისრაელის ოკუპაციის ბრჭყალებში ბრძოლის ოკუპაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ ნაბიჯები. ანუ რას უწოდებენ ისრაელის ოკუპაციას? ისრაელის არსებობას თავის ტერიტორიაზე, სადაც არის ისრაელი. ანუ ყველა ტერიტორია ისრაელის მათი აზრით ოკუპირებულია, მთლიანად არ უნდა იყოს ისრაელი საერთოდ იქო. ეს არის მათი პოზიცია. ჰეზბოლაჰი პირდაპირ ფინანსირდება ირანის მიერ და როგორც ვიცით, მაგალითად გასულ წელს სულ მცირე 1 მილიარდი დოლარი ირანმა გადაუხადა, გადარიცხა კონკრეტულად ჰეზბოლაჰს, მათ შორის აწვდის ტექნოლოგიურ და სამხედრო დახმარებას. ეს გულისხმობს როგორც ბალისტიკურ რაკეტებს, ასევე დრონებს, ასევე ჩვეულებრივ შეიარაღებას. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ძირითადი მომარაგების გზა იყო სირიაზე გამავალი და როდესაც სირიაში იყო პროირანული, ესე იგი, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება, მაგ პერიოდში პრინციპში ირანი ძალიან აქტიურად ამარაგებდა ლიბანს. ახლა ეს მომარაგება მნიშვნელოვნად არის შემცირებული, თუმცა როგორც ჩანს, გარკვეულ ხრიკებს პოულობენ და სირიის ტერიტორიის გავლით გარკვეულწილად შეუძლიათ მაინც მომარაგების მოწყობა. ოღონდ უკვე ჭირდებათ შეთანხმება ამის კონკრეტულად თურქეთთან. ახლა რა არის ასევე მნიშვნელოვანი, რომ ვისაუბროთ, ხო, რაც შეეხება ლიბანის ჯარს, ლიბანის ჯარი უუნარო არის იქ მოაწყოს დემონტაჟი ამ ჰეზბოლაჰის ძალების. მიუხედავად იმისა, რომ ლიბანის ჯარმა განაცხადა, რომ კონტროლის ქვეშ აიღო სამხრეთ ნაწილი, პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ ეს ტყუილი არის, უბრალოდ მას სხვა გამოსავალი არ აქვს და ასე აცხადებს, მაგრამ რეალურად მდგომარეობა ასეთია, რომ ლიბანის ჯარი ვერ რისკავს ჰეზბოლაჰს ცეცხლი გაუხსნას. ვერ რისკავს ამას. ზოგადად საფრანგეთი და შეერთებული შტატები ძალიან მნიშვნელოვნად ეხმარებიან ლიბანის შეიარაღებულ ძალებს, რომ გაძლიერდნენ, თუმცა ამით დიდად ვითარება არ იცვლება. ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ რთულია იქ ვითარება, ინფრასტრუქტურის ზიანი ლიბანში ისედაც არის დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი და ეს დარტყმები, რა თქმა უნდა, ასევე შემდგომი ტვირთი არის ლიბანის წინააღმდეგ ბუნებრივია. ვაშინგტონს აქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა ვითარება ჰეზბოლაჰის მიმართულებით გართულდეს, თუ ირანის მიმართულებით იქნება
შესაბამისი ნაბიჯები. ამიტომ შეერთებული შტატები ცდილობენ ლიბანის ხელისუფლებასთან ეს საკითხები გადაწყვიტონ, თუმცა ლიბანის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ უნარი არ ყოფნის ეს გააკეთოს. ორი ბანაკი არის არაბულ სამყაროში. ერთი არის საუდის არაბეთი და კატარი, რომელსაც ასევე თურქეთიც შეგვიძლია მიუმატოთ სუნიტურ სამყაროში, რომლებიც შეერთებულ შტატებს სთხოვენ, რომ ისრაელის დარტყმები ლიბანზე შეწყვიტოს, რადგანაც შეიძლება ამან გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი ომიო ისრაელ-ლიბანის, ანუ კიდევ ერთი ომი. ერთადერთი, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს, ეს არის გაერთიანებული არაბული საამიროები, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან დაეხმარონ ლიბანის ეკონომიკას, რომ ფეხზე დადგეს მყარად, თუ ჰეზბოლაჰის საკითხი მოგვარდება, ანუ ჰეზბოლაჰის პრობლემის მოგვარების შემდეგ. ამან კიდევ ერთხელ გარიყა საამიროები აი ამ დანარჩენი ქვეყნების კლუბისგან და ჩვენ თქვენთან ერთად აქტიურად ვისაუბრეთ საუდის არაბეთის და საამიროების დაპირისპირებაზე, კონკრეტულად იემენში და აქ იქნება ახლა მაგის ბმულიც. ისრაელისთვის, რა თქმა უნდა, კრიტიკულია ჰეზბოლაჰის საკითხის მოგვარება, რადგანაც ეს ჩრდილოეთ ფრონტის საკითხს ზოგადად მოაგვარებდა. სამხრეთ ფრონტის მიმართულებით ისრაელმა, რომ სომალილენდი აღიარა და ცდილობს გადაწყვიტოს კონკრეტულად იემენის საკითხი, ეს აშკარა არის, ეს არის ფაქტი და იემენში ჰუსიტების, ანუ კიდევ ერთი ირანული პროქსის საკითხის მოგვარება არის ამოცანა. ამიტომ შეგვიძლია პირდაპირ და ზუსტად ვთქვათ, რომ ლიბანის მიმართულებით ძალისხმევა გაგრძელდება. ორიოდე სიტყვა ლიბანის ეკონომიკაზე. ლიბანში 2019 წლიდან არის ღრმა კრიზისი, რომელიც მეტწილად გამომდინარეობს ჰეზბოლაჰის მოქმედებებისგან. მშპ ლიბანის შემცირდა 40%-ით, ხოლო ეროვნულმა ვალუტამ დაკარგა 98% საკუთარი ღირებულების, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი არის 70% მოსახლეობაში. უზარმაზარი მაჩვენებელია. გარდა ამისა, რაც ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ლიბანსა და კვიპროს შორის არსებობს შეთანხმება, რომელიც გულისხმობს კონკრეტულად ზღვაში გაზის მოპოვებას, თუმცა აქ რეალურად უნდა ვთქვათ, რომ თურქეთი ძალიან წინააღმდეგი არის ამ პროცესების და ჩვენ თქვენთან ერთად გუშინ დეტალურად ვისაუბრეთ თურქეთსა და საბერძნეთს შორის მიმდინარე კონფლიქტი, განვიხილეთ, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მათ შორის ზღვის შელფის, აი ამ დელიმიტაცია, დემარკაციის საკითხებს, ანუ პრაქტიკულად მოიცავს სწორედ აი ამ ტერიტორიული წყლების საკითხს და რა თქმა უნდა, იგივე ვიდეო თქვენ რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ საუბარი არ არის მხოლოდ საბერძნეთს და კვიპროსის შემთხვევაშიც თურქეთს აქვს მსგავსი ამბიციები მავი ვატანის, ანუ ლურჯი სამშობლოს კონცეფციის ფარგლებში. ამიტომ ეს გაზის მოპოვებაც რეალურად არ ხდება და შესაბამისად ეს კიდევ უფრო ართულებს ლიბანის ეკონომიკურ მდგომარეობებს, რადგანაც ეგ ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა რეალურად ლიბანისთვის თუ გაზის მოპოვებას მოახერხებდა იქ. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის ცეცხლის შეწყვეტა პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან სხვადასხვანაირად ესმით ცეცხლის შეწყვეტა მხარეებს. ისრაელს ესმის ეს, რომ გადიარაღება უნდა მოხდეს, რაც წერია საბუთში, ჰეზბოლას ესმის ასე, რომ გადიარაღება უნდა მოხდეს, მაგრამ რეალურად არ გავაკეთებდო მაგას, მაგრამ თქვენ არ უნდა დაგბომბოთო და დაახლოებით აი ასეთი არეული ვითარება. რა თქმა უნდა, ჰეზბოლაჰის ცენტრალური ხელისუფლების სისუსტე არის მნიშვნელოვანი მდგენელი. ისრაელის პოზიცია აქ, რა თქმა უნდა, აფიო არის, ისრაელი გააგრძელებს ქმედებებს, რომ ეს საფრთხეები მოხსნას, თუმცა ნათელია, რომ საფრთხეები ბოლომდე ვერ მოიხსნება ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის გარეშე. ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია რეალურად მოსალოდნელი არ არის ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდო არის, რადგანაც დიდი ალბათობით ნებისმიერ კონფლიქტში ისრაელსა და ირანს შორის ლიბანის ჩაერთვება, ანუ ჰეზბოლაჰი იქიდან და დაიწყებს ისრაელის დაბომბვას. და ისრაელის დაბომბვას როგორც კი დაიწყებს, მაგის შემდეგ
ისრაელს დასჭირდება სწორედ ძალები მაგ მიმართულებით. ამიტომ წინასწარ, სანამ ირანის საკითხის ესე იგი გაფართოება დაიწყება, ანუ კონკრეტული ქმედებები ირანის მიმართულებით, ნაკლებად ვფიქრობ, რომ ნაკლებად სავარაუდო არის, რომ სახმელეთო ოპერაცია გარისკოს ისრაელმა და დაიწყოს. ძირითადად ეს საერო დარტყმები, ჩემი აზრით, გაგრძელდება და ეს იქნება შემაკავებელი ძირითადი მდგენელი. და რეალურად აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამით პრინციპში ყველა ის არის მიდის ირანისკენ და ნათელია, რომ საკითხის გადაწყვეტა მოხდება სწორედ ირანში. ირანში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ, კრიზისი აქვთ ეკონომიკური, ფული უჭირთ, სამხედრო შეიარაღება და ასე შემდეგ, ჰეზბოლახს მაინც ამარაგებენ მილიარდი დოლარიც მისცეს, იმიტომ რომ ირანის მთავარი პოლიტიკა საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობა კი არ არის, ისრაელის ცუდად ყოფნა არის. თუმცა აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც მინდა ვისაუბრო და ეს არის მზარდი თურქული როლი. ჩვენ თქვენთან ერთად ზოგადად არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები არის მნიშვნელოვნად დაძაბული, გარკვეული ალიანსები იქმნება, სადაც აშკარად სხვადასხვა მხარეს არიან თურქეთი და ისრაელი. პარალელურად უნდა ასევე ძალიან ღიად ვთქვათ, რომ ისრაელის საზოგადოების აზრის კვლევის შედეგად პრაქტიკულად ჩანს, რომ მეორე ადგილს საფრთხის მიმართულებით იკავებს კონკრეტულად თურქეთი, შესაბამისად თურქეთიდან მომდიდარე საფრთხის მდგენელი მნიშვნელოვნად იზრდება და სწორედ ამიტომ საკმაოდ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ თურქეთის როლის გაზრდა ლიბანში არის მნიშვნელოვანი პოტენციური საფრთხე და ამაზე ახლა დაწვრილებით ვისაუბრებთ. ირანის გავლენის შემცირების შემდეგ სირიაში ეს გავლენა ბუნებრივად შემცირდა ასევე ესე იგი ლიბანში და ამის შემდეგ დაიწყო კონკრეტული ქმედებები თურქეთმა. კერძოდ სუნიტურ ჯგუფებთან აქტიურად თანამშრომლობს თურქეთი და ცდილობს მოიპოვოს მათი მხარდაჭერა. თუ ჰეზბოლაჰი სუფთა შიიტური დაჯგუფება, იქ ასევე ლიბანში არიან სუნიტები, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და თურქეთი ცდილობს მათგან იპოვოს მხარდაჭერა. და ბოლო საუბარი პრინციპში პრეზიდენტ აუნთან ერდოღანის ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ლიბანის მიმართულებით გარკვეული გააქტიურება აქვს დაგეგმილი თურქეთს. თურქეთი ცდილობს ამ ვაკუუმის შევსებას, რომელიც იქ არის ახლა ჩამოყალიბებული და მათ შორის პრინციპში ერდოღანი ღიად აცხადებს, რომ ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესია მიუღებელია და თურქეთის მხარდაჭერა ექნება ლიბანს. თურქეთს უბრალოდ არ აქვს გავლენა ჰეზბოლაჰზე, მაგრამ თუ მაგალითად ირანის მდგენელი მათ დასუსტდება, როგორც სირიაში, თუნდაც ომის ფარგლებში, უნდა ველოდოთ, რომ რეალურად თურქეთი აი ამ ვაკუუმს მარტივად შეავსებს, თან ვიცით, რომ თურქეთი ჰამასის მოკავშირე არის, სუნიტური ტერორისტული დაჯგუფების და ლიბანშიც იპოვის რეალურად მოკავშირეებს და ამ მიმართულებით აქვს ძალისხმევა განსაკუთრებით აქტიური ბოლო პერიოდის განმავლობაში თურქეთს. ამით ვაჯამებ დღევანდელ თემებს. ფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ამ საკითხების ანალიზი. ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე საუბარს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.